Слава нашему живому Богу. ამ პრივილეგიისთვის რომ ვართ მისი მსახურები. Это привилегия, что мы служители Господа. ჩვენ ვართ ცხარი მის სამწყსოში. Да что мы овцы его паствы. ჰალელუია. მივესალმებით ვინც ჩვენთან არის, პირდაპირ ეთერით იქნება. Приветствую всех, кто с нами прямо. უფლის კურთხეული ხელი იყოს თქვენზე მეგობრებო. Пускай Божья рука будет на вас. ჩვენ წინა ორი მსახურება ესე ვთქვათ მსახურებას შევეხეთ და იმის წინა კვირას უფრო სწორად იესოს რომ ემსახურო იმაზე ვილაპარაკეთ. Предыдущее воскресенье говоря о том, что служить Иисусу. Вы слугой Христа. ამიტომ ესე ვთქვათ კიდე გრძელდება ამ რელსებზე. И как мы продолжаем еще следовать на этих рельсах. მაგრამ უფრო სხვა სათაურით Другое название будет. ცოტა უფრო უნდა ჩაუყვინთო თამაში მეგობრებო. Да мы должны еще в глубину войти. და დღეს მინდა ნდობაზე ვილაპარაკო. И сегодня хочу говорить о доверии. ნდობა არის ძალიან ესეთი საგულისხმო ფაქტორი. Да, доверие это такой очень важный фактор. ამენ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა არის ნდობა. Каждый из нас хорошо знает, что такое доверие. ეს ადამიანის ხასიათი არის ძალიან დეფიციტური თვისება. Это свойство характера человека очень в дефиците. და ყველგან არის მოთხოვნადი მეგობრებო. И везде вот это качество характера, оно очень требовательное. ამენ. ზეცაზე საუბარი ზედმეტია, იქ ნდობით არის გამშვალული ყველაფერი. Уже не говоря об небесах, потому что небеса, они пропитаны доверием. იცით, ქვესკნელშიც თვით დროებით ეშმაკის სამეფოშიც აუცილებელი ფაქტორია ნდობა, იმიტომ რომ შიშის მეშვეობით მაინც ენდობიან ერთმანეთს იქ. Да даже в преисподней вот этот факт и страха, они как бы покоряются дьяволу. წუთის ოფელშიც მეგობრებო. И также в миру. ძალიან საჭიროა თუ საკითხია ნდობა. И доверие очень важный фактор. რა თქმა უნდა მე უკვე ბოლოს შევეხები იმას თუ ეკლესიაში და ღმერთი როგორ უყურებს ამ ნდობას, იმიტომ რომ აქ უკვე შიშით კი არ არის განსაზღვრული, აქ сиყვარულით არის განსაზღვრული. Да, но церковь говорит, как Бог смотрит, и что это с Божьей точки зрения доверия. И это не исходя из страха, это просто из природы, что ты хочешь доверять. ყველა თავს იკავებს არასამდო პიროვნებისგან და ეცდება დაუახლოვდეს სამდო Да პიროვნებას. каждый хочет дружить и приблизиться к лицу, которому можно доверять. და ჩვენ გვინდა რომ არა მხოლოდ ადამიანი და ურთიერთობები იყოს სანდო, ყველაფერი, რასთანაც გვაქვს, ვისთანაც გვაქვს შეხება, იყოს სანდო ჩვენთვის. И мы думаем не только о лицах доверительных, но также ко всему, чему мы прикоснемся, мы хотим, чтобы это было, ему можно было доверять. აი, თუნდაც ავიღოთ მაგალითად, სახლი, შენობა, ნაგებობა. Допустим, возьмем здание, дом, строение. კარგია თუ ის ვიზუალით ლამაზი შესახედავია, მაგრამ თუ სანდო არ არის, რაში გჭირდება მისი სილამაზე? Хорошо, если визуально это дом или здание красиво, но если оно не прочное, то есть ему нельзя доверять. თუ დითოს ვერ უძლებს სახურავი, თუ საძირკველი ვერ უძლებს, კედლები ინგრევა პატარა რყევაზე. ესე იგი სანდო არ არის ეს და არის ძალიან ცუდი. Крыша не выдерживает снег, если нехорошее основание, и стены нехорошие, значит мы не можем им доверять, не можем положиться на этот дом. ჩვენ ტექნოლოგიის ეპოქაში ვცხოვრობთ და ტექნიკასთან უშუალო შეხება გვაქვს ვიფასებო. Сегодня мы живем в веке технологий, и мы соприкасаемся с всякой разной техникой. და რა თქმა უნდა გვინდა რომ ის ტექნიკა რომელიც გაგვაჩნია იყოს სანდო. И мы хотим, чтобы эта техника тоже была такая, ее можно было доверять, положиться на нее. ინსტრუმენტი რომელიც გვაქვს ის სანდო უნდა იყოს. Инструменты тоже должны быть, которым мы можем положиться, доверять. დანა ჩანგალი კოვზი თუ ხელში შეგერჭო ეს რა თქმა უნდა ცუდია. Да, если вот такие приборы или нож, или вилка, они тебе там колется, ты не сможешь их держать. ანსაცმელი რომლითაც იმოსები ის სანდო უნდა იყოს. И также одежда тоже должна быть такая Amen. прочная, хорошая. იმან უნდა დაფაროს ის შიშიშვრა, რისთვისაც არის ფაქტიურად გამოგონებული. Она должна вот эту наготу скрывать. Она для того была создана, чтобы скрывать твою наготу. ამენ. მანქანა სანდო უნდა იყოს, რომელშიც ხარ, იმიტომ რომ სავალალო შეიძლება დამთავრდეს. И машина, которой ты сидишь, она тоже должна быть такой прочной, чтобы потому что может какой-то неприятный случай случиться. მე მაგალითებით მინდა მივიდეთ იქამდე ვიფასნო თურისი თქმა უნდა. უფლის სულს დღეს ჩვენთვის. Я хочу примерами вот эти до того места, что Бог хочет сказать, что Дух Божий хочет сказать. გემს
გემის სანდოობას განსაზღვრავს არა მზიანი და კარგი ამინდი, არამედ ტალღები, ღელვები, ზვირთები და ასე შემდეგ. А прочность корабля или лодки управляет не тихая погода, а непогода, волны, шторм. მეთანხმებით მეგობრებო. Друзья, вы согласны со мной? ნახეთ, აი სკამიც თუნდაც, რომელზეც ახლა შენ ზიხარ. Даже скамья, на которой ты сейчас сидишь, შეიძლება უფრო კომფორტულია ვიდრე თქვა მანამდე იჯექი. может, она комфортнее, чем была предыдущие скамьи. მაგრამ მნიშვნელოვანია უფრო ის, რომ სანდო იყოს ეს სკამი. Но главное не только визуал, а главное, чтобы она должна быть опорой, на которой ты можешь сидеть. ეს ოთხივე ფეხით უცებ გამოეცალა, რადგინდა ესეთი კარგი сკამი. Да, если вот эти ножки стула, они там разломаются, тогда зачем тебе такая скамья нужна? თუ შენ დაიმტვერი, რადგინდა მაშინ ესეთი ლამაზი შესახედაობის სკამი. Это такая красивая скамейка, но зачем нужна, если ты упадешь? ეგრეა. Это же так? ამიტომ სანდოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. Потому что доверие, на которое можно положиться, это очень важно. სანდოობას მნიშვნელობა აქვს. Да, доверие, оно очень важное. ამენ, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს ფაქტორს, რომელსაც საყრდენი, დასაყრდენი ეწოდება. Да, и слово доверие – это такой фактор, на который можно положиться, Amen. полагаться на чего-то, აპირაცა. опираться. ამენ. თუ არგანი უჭირავს მაგალითად, მოხუცებულს ან ცოტათი ავადყოფს. და Да, если в какой-то вот пожилой либо человек держит палочку, опирается на палочку. ის сандо უნდა იყოს მისთვის. Для него эта палочка должна быть такая опора, ამენ. надежная. თუ ის დაემტვრა, ხომ უარესი დაემართება მაშინ მას. Да, если эта палка разломается, ему еще хуже станет. ამიტომ უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ როგორ გავხდეთ სანდო. И Бог учит нас, как там быть вот люди, на которых Бог может положиться. რამოდენიმე ესეთ აფორიზმს გეტყვით ვიფასნო. Я прочитаю несколько афоризмов. ხმულებას. ნდობა ხიდია, Доверие – это мост, რომელსაც ორივე მხარე უნდა უვლიდეს. который обе конца должны, ну, с ним, ობესტარანე. да, обе стороны должны его как бы охранять, ამენ. оберегать. ნდობას ვერ მოიპოვებს სიტყვით. Доверие не может заслужить словами. ის საქმით მტკიცდება. Доверие проверяется, доказывается, Утверждается. утверждается делами. ამენ. სიტყვით არ შემოწმდება ის, მხოლოდ საქმით. Там просто словами нет, делами это подтверждается. და კიდე კარგი ესეთი რომელიც მომწონს. Еще мне одно სანდო კაცი ციხესავითაა. что верный человек подобен крепости. ამენ. მას ვერც ადვილად აიღებ И его и легко не возьмешь, და ვერც ადვილად დაანგრევ. и легко его не разрушишь. ამენ. Аминь. და ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ. И очень много еще можно говорить о верности. მაგრამ მინდა რომ უკვე Доверие. მივიდეთ მიუახლოვდეთ ბიბლიას, ღმერთის სიტყვას ვიფასებო. И я хочу приблизиться к Слову Божьему, к Библии. ნდობა ბიბლიაში დაახლოებით 134 ჯერ არის ნახსენები. В Библии слово доверие это примерно 134 раза ამენ. упомянуто. და იცით სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვით გამოისახება. И слово вот это, ну, под разным значением оно выражается. ერთ-ერთი მისი თქვათ თარგმანი ნიშნავს ესე ვთქვათ გადაგორებას. Да его одно, вот перевод слова доверие, как бы это перекатиться. ამენ. ანუ ამით რას გვიხსნის უფალი ძვირფასი? Это что нам хочет показать Господь. რომ შენი პრობლემები უნდა მიუგურო უფალს. То есть твои проблемы ты должен подкатить к Господу, ამენ. перекатить к Богу. მიენდო უნდა მას. Ты должен довериться Богу. რიტუალის გამო კი არა. Не просто ради ритуала. რელიგიას ესეთი ტრადიცია გააჩნია. სასაფლაოზე კვერცხს უგორებენ. Да, у религии есть такая традиция, что вот на кладбище, вот яичко пасхальное, так вот его გაგიგონიათ? катят вот на могилке прокатывают так им. ხო, ну რა თქმა უნდა, ბიბლია საერთოდ შორს არის ესეთი ცრურწმენებისგან. Мне кажется, Библия далеко от этих вот предрассудков всяких. მაგრამ პრობლემები მიუგორე ღმერთს. Но ты რომ должен მან აიღოს და გააღასრულოს. со своей проблемой к Богу подкатить, чтобы Он взял и исполнил. ასევე თავშესაფარსაც ნიშნავს. Это также назвать как прибежище. შეაფარე უფალს თავი. Доводи в Бога, чтобы Он стал твоим როგორც прибежищем. ბარტყები თავისი დედის ფრთებქვეშ არიან შეფარებული ის. Как птенцы под крылом своей матери, птицы. ამენ. ზოგადად ღმერთის სიტყვა არის საოცარი სახელმძღვანელო, Божье Слово – это великий учебник, прекрасный учебник, რომელიც გვასწავლის
который учит нас. მისი პერსონაჟების პრაქტიკიდან. Он учит нас из практики этих библейских персонажей. Amen. თუ როგორ ვიყოთ სანდო, Как быть доверительными, Amen. надежными. თუ როგორ ვასწავლოთ სხვას და ნიმუში მივცეთ სანდოობის, Так как учить других, вот как показывать на личном примере, чтобы мы тоже были такие, да, доверительные. Amen. და როგორ არ ვიყოთ არასანდონი. И как не быть вот этими людьми, которые нельзя опереться, не быть такими. ჰალელუია. როგორც კი ნდობას ამყარებ ძალაზე, ფულზე, ცოდნაზე, ადამიანზე, Вот если твоя надежность, что ты полагаешь на человека, на влиятельность, на деньги. როგორც კი იწყებ ამაზე და ესე ვთქვათ ნდობას, Да как ты вот опираешься и надеешься вот на деньги, на силу человеческую. ხტები ღმერთისთვის არასანდო. Ты для Бога становишься, ну, уже недоверительным Amen. человеком. კიდე ღმერთისთვის სანდო იყო. Ты хочешь быть, чтобы Бог тебе доверял. არასოდეს არ ენდო ფულს, რომელიც გააქვს და შეიძინე, ცოდნას, რომელიც შეიძინე, ძალას და გავლენას, რომელიც შეიძინე. Ты не можешь полагаться на деньги, которые ты имеешь, которые ты приобрел, на влияние, на разум, на какие-то... ამენ, იმიტომ ეს ყველაფერი შენ შეიძინე, მოგცა უფალმა, შეგძინა. Это все ты приобрел с помощью Бога, это Бог дал тебе როგორც приобрести. კი ენდობი ადამიანს და მის დაპირებას, И как только ты доверяешь человеку, его обещанию, უფალი გამბობს, Господь говорит, რომ არასანდო ხტები. ты становишься для Бога და недоверительным. აქ არაფერი არ მთავრდება ამით უფასებო. И на этом ничего еще не закончится. ის გვაფრთხილებს, И Господь нас предупреждает, რომ შედიხარ წყეულებაში მაშინ. что в этом случае ты входишь в проклятие. და ეს არავის არ გვინდა. И проклятие никто из нас не ამიტომ хочет. გვაფრთხილებს ღმერთი, რომ არ ვენდოთ არავის და არაფერს გარდა ცოცხალი უფლისა. И Господь никому ничего не доверяйте, не полагайтесь ни на что, кроме живого Бога. ეს მე იმიტომ იერემიაში კონკრეტულად გვეუბნება უფალი ძვირფასებო. И Иеремия, Господь нас конкретно предупреждает. ასე ამბობს უფალი. Как говорит Господь, მე-17 თავის მე-5 მოხში. 17 глава, 5 стих. წეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს. Просто человек, который полагается на человека და ხორციელის მკლავს ენდობა. и доверяет плечу плотского. Руки. Да, руке плотского. და რომლის გულიც უფალს შორდება. И сердце его удаляется от Господа. ვისი გული შორდება უფალს? Чье сердце удаляется от Господа? ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს და ენდობა მას. Кто доверяет и надеется, полагается на человека. ხორციელზე რაღაცეებს. На плотское, на что такое? და უდაბურ ველზე ამოსული ბუჩქივით იქნებაო მე-6 მუხლი ამბობს. სიკეთეს ვერ ეღირსება, იცხოვრებს გადაბუგულ ველზე, მარილოვან და დაუსახლებელ მიწაზე. Он будет как куст вот в пустыне. И он никогда не будет видеть добро. Он будет как куст, который будет на такой сухой и сохшей земле. ნახეთ ძვირფასებო აქ რა უნდა დავინახოთ ჩვენ? Что мы должны здесь увидеть? რომ ღმერთს არ უნდა ჩვენ შევიდეთ ჩვენი ვენები წყეულებაში. Бог не хочет, чтобы мы сами по себе зашли в это проклятие. ამენ. А по своей რას воле. ნიშნავს ეს ყველაფერი მე-6 მუხლში რა წერია? Что значит то, что написано в 6 стихе? აკეთებ რაღაცებს და არ რჩება. Ты что-то делаешь, но у тебя нет не остается. Да, не остается какой-то ამენ. результат. აი თითქოს გახრეტილი ჯიბე გაქვს. Как будто у тебя дырявые карманы. ჭამდა ვერძღები, პრობლემებში ხარ. Ты ешь и не насыщаешься, ты в проблемах. და ეს ღმერთმა კი არ მოგცა. Это не Бог дал тебе. ის послал. გაფრთხილებს. Но Бог тебя... ეს მოიტანა იმან რომ შენ იმედი და დაამყარე და ენდე სხვა რაღაცებს და ვიღაცებს ვიდრე თავად ცოცხალ ღმერთს. Это потому что ты понадеялся и полагался на что-то другое, кроме Господа живого. ნახეთ ვიფასებო თქვენაც გაუსვით ხაზი ამ სიტყვას თქვენს კონსპექტში. გულით უფალს შორდება. Пожалуйста, начните с слова. Сердце их не удаляется от Господа. თუ უფალს ენდობი, Если ты доверяешь Господу, ვერ მოშორდები უფალს. ты не сможешь от него удалиться. ამენ. იმიტომ რომ იცი რომ მასთან კურთხევაა. Ты знаешь, что с Господом вместе есть благословение. ჰალელუია. Аллилуйя. ვისაც ენდობი, იმას ვერ მოშორდები. Кому ты доверяешь, на кого ты полагаешься, ты не сможешь от него отстать. Amen. Уйти. და აქ წერია, რატო შორდება ადამიანის გული უფალს? Написана причина, почему сердце человеческое удаляется от Господа. იწყებს ხორციელზე დანდობას, ადამიანზე დანდობას. Человек начинает полагаться не на Господа уже, а на человека, на плоть полагает надежду. და ნელ-ნელა ღმერთ ჩამოშორდები, И постепенно ты удаляешься от Господа, ეკლესიას ჩამოშორდები, от церкви, ბიბლიას ჩამოშორდები, от Библии. იესოს ჩამოშორდები. Удаляешься от Иисуса. რატო? Почему? იმიტომ აღარ ენდობი.
Потому что ты უფალს. не доверяешь Господу. ამენ. Аминь. აღარ ენდობი. საიდან გავიგოთ? საიდან გაიგო უნდა რომ ენდობი თუ არა ღმერთს? Откуда ты можешь понять, доверяешь Богу или нет? სათხარ. Ты понимаешь, где ты, ვისთან ხარ? с кем ты. ამენ. ხარ უფალთან ისევ. Ты вновь с Господом. მიზეზები, Причины, თავის გამართლება. оправдание. ეს ვერ დაფარავს იმას, რომ შენი გული მოშორებულია უკვე უფალზე. Ты не можешь скрыть того, что твое сердце уже давно отошло от Господа, она уже далеко. ხო მომყვებით მეგობრებო. Друзья, вы იცით, ნდობა არის წეპოსავეთ. знаете, доверие это как клей. თუ გაუფრთხილდები, ის უფრო და უფრო მყარად მიგაწებებს ვისთანაც ხარ მიწებებული. Если ты будешь ухаживать, оберегать его, он еще больше будет клейкий, и он очень будет ты близко прилепишься. Кому ты доверяешь? მაგრამ თუ არ გაუფრთხილდები, Если ты не будешь оберегать этот клей, მაშინ გინახიათ რაღაც დააწეპეთ და უკვე ძვრება. видишь, что что-то заклеил, и уже оно отходит. Рато. Заклеилось. Почему? რატომ ძვრება? А почему это? იმიტომ რომ არ გაუფრთხილდი საშუალება მიეცი მას ამისი. Да ты не оберегал, ты дал возможность, чтобы оно склеилось. სამსონი გახსოვთ, Вы помните Самсона? როგორ იყო მიწებებული უფალთან? Как он был прилеплен к Господу? ის მინდობილი იყო Он доверял Гмерце. Господу Богу. და მე ნელ-ნელად ეტაპობრივად თან და თან И постепенно, вот так вот постепенно, ის მიენდო იმას, რაც უფალმა მისცა. он стал полагаться на то, что Бог ему давал. არასოდეს არ მიენდო იმას, რაც უფალმა მოგცა. Не полагайся на то, что Бог тебе дал. მადლიერი იყავი, რაც მოგცა, То, что Бог тебе дал, будь благодарен. იმიტომ რომ მან იმისთვის არ მოგცა, Да Бог не для того тебе дал, რომ მას მიენდო, რაც მოგცა. чтобы ты доверил тому, что сам Бог тебе дал. შენ უნდა გააგრძელო ღმერთზე მინდობა მაინც. Ты в любом случае должен полагаться на Господа, а не на то, что Он тебе дал. და რაც მოგცა, ის უნდა გამოიყენო უფლისნების შესასრულებლად. И то, что Он тебе дал, ты должен этим исполнять волю Божию. Продолжать. უფალი доверять გვაძლევს Богу. ძალას, Бог пульс, дает силу, цоднас. деньги, знания. არა იმისთვის, რომ მივენდოთ მას. Не для того, чтобы полагались на это. ამენ, არამედ გავაგრძელოთ ამ ყველაფრით მინდობა უფალზე. Но чтобы впоследствии мы должны продолжать доверять Господу. სამსონმა გააკეთა ეს. Самсон поступил так. მიენდო ძალას, Он положился на свою силу, გავლენას на свое влияние. და ეგონა რომ სულ ესე იქნებოდა. И он думал, что всегда будет так. და ამოიწურა ეს ყველაფერი ძვირფასებობის ცხოვრებაში. И в один прекрасный день все источники иссякли. დაიმახსოვრე, Запомни. რასაც მიენდობი, Всему, чему ты доверишься, ყველაფერი ამოიწურება ერთ ჩვენი ერთ в დღეს. один прекрасный день это иссякнет. ერთადერთი ვინც არ ამოიწურება და მუდმივია ეს უფალია. Один источник, который никогда не иссякнет, это Господь. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა შენ ცხოვრებაში რა ეტაპებია, გაქვს რაღაც, არ გაქვს, ცოტა გაქვს, ბევრი გაქვს, ჟიერი ხარ, მაზღარი ხარ, ჯამთელი, ავადყოფი. Не важно, в твоей жизни какой там, у тебя много, мало, ты болен или здоров, ты умен или не очень, на каком ты этапе, не важно. არ ჩამოხვიდე ნდობის რელსებიდან. Никогда не уходи с рельса доверия. ამიტომ დაგღუპავს Потому что это пагуба для тебя. საული ძვირფასებო. Царь Саул. საული არავინ არ იყო. Саул не был никем. ამენ, მეფე გახდა. И стал царем. ისმეთ. და ნელ-ნელა ნდობა სხვა რაღაცებზე და ვიღაცებზე გადავიდა. И постепенно его доверие на что-то, на другое переключилось. На что-то, на кого-то. რატო? Почему? გული მოშორდა. Его сердце отдалилось от Господа. გული მოშორდა. А сердце отдалилось. ამენ. სოლომონი. Соломон. ეს ის სოლომონი არ არის, ვისაც დღეს დაბადების დღე აქ და მოულოცეთ. Это не тот Соломон, который сегодня день рождения, и мы его поздравили. კიდე ერთხელ ულოცავთ ყველა სახელით. Да, мы еще Амин. раз его დიდი ბიჭი поздравим. გაიზარდა. А ты увидишь, что ты მეფე სოლომონი. второму. Царь Соломон, мы говорим о царе Соломоне. ნახეთ, მისი გული სხვა რაღაცებს მიენდო. Его сердце чего-то на другого стало доверять, ნახეთ, ვიდრე ღმერთს. чем Господу. ის იყო კანდიდატი. Царь Соломон был кандидатом, ის იყო он კანდიდატი. был кандидатом, მისმინე. ამენ, რომ ყოფილიყო ყველაზე ბრძენი დედამიწის ზურგზე. быть самым мудрым на всей земле, ყველაზე მდიდარი დედამიწის самым ზურგზე. богатым на всей лице земли. გასმენთ?
ყველაზე გავლენიანი დედამიწის ზურგზე самый влиятельный на всем лицо земли. და მისი გული მოშორდა იმას, ვინც მისცა ეს ყველაფერი მას. И представьте, его сердце отдалилось от того, кто все ему это даровал. გებულობ, Понимаете? რატო გვაფრთხილებს ღმერთი ამ მაგალითებით ჩვენ დღეს ვიფასებო? И почему Бог сегодня вот этим примером нас предупреждает? რომ აღარ გავიმეოროთ. Чтобы мы это не повторили. იმიტომ რომ უყვარხარ მას და უნდა რომ იყო კურთხეული. Он любит тебя, он хочет, чтобы ты был благословен. გავლენიანი, დიდარი, ცოდნე, Знающий, ძლიერი. сильный. ამენ. Аминь. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, იმიტომ თელი სიტყვა არის დაწერილი, იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლოთ. И слово написано, что мы учились. ამენ. გეხაზე ძვირფასებო. Гиези. რა სავალალო დაამთავრა მისი ცხოვრება. Да как он неправильно закончил свою жизнь. თეოლოგები ამბობენ, რომ სამმაგიცხებულების кандидаты იყო. Теологи говорят, что он был кандидатом на тройное помазание. ამენ. იმიტომ რომ ელისემ ორმაგი მიიღო ელიას შემდეგ. Да потому что после Илии Елисей получил двойное помазание, ჰალელუია. და არჩია კეთრი. а он избрал проказу. რატომ? Почему? იმიტომ რომ როცა შორდები ღმერთს გულით, Когда ты сердцем удаляешься от Бога, ღებულობ კეთრს. ты получаешь проказу. ამენ. რომელს დასაწყისში კურთხევა გონია. Вначале ты думаешь, что это благословение. თავისუფლება გონია. Ты думаешь, что это и есть свобода. ამენ. მაგრამ ეს საბოლოოდ არის კეთრი. Но в концу это все есть проказа. იუდა Иуда. რა პრივილეგია ჰქონდა 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო იესოს გუნდში. Да, он был в команде Иисуса и был один из 12 და апостолов. დღეს ვიცით რომ ის არის ყველაზე არასანდო პიროვნება библияში. И сегодня он самый недоверительный человек во всей Библии. ამისთვის მოუწოდა უფალმა მას. Бог для этого призвал Иуду. რისთვის მოგიწოდა შენ ღმერთმა? Для чего призвал тебя Господь? იმისთვის, სადაც და რაშიც ხარ ეხლა თუ რომ იყო ძალიან სანდო უფლისთვის. Вот где ты сейчас находишься, или чтобы ты был более прилеплен к Господу, доверял Богу. იფიქრე ამაზე. Думай, пожалуйста, об этом. ამენ. იფიქრე ამაზე. Думай об этом. ის პარალელურად სხვა რაღაცასაც ენდობოდა, ვიღაცასაც ენდобода იუდა. Да, Иуда параллельно еще другому чему-то доверял, что-то о другом думал. და მინდა რომ იმდენად ფრთხილი იყო ძვირფასებო. Хочу, чтобы ты был настолько аккуратен, Ром. осторожен, ყურადღება. что მოსეც კი, даже Моисей, сам Моисей, რომელიც იყო ყველაზე თვინიერი კაცი დედამიწის ზურგზე, он был самым кротким человеком на всей планете, на всей земле. ვერ ჩააბარა გამოცდა. Он не смог сдать экзамен. ერთ-ერთი საყვარელი გმირი ძალიან ბევრისთვის. Он один из любимых героев для многих. შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე მაგარი საყვარელი. Может, для кого-то он самый лучший герой Ეს в მე Библии. ვერ ჩააბარა გამოცდა. Он не смог сдать экзамен. რატომ ძვირფასებო? Почему? რატომ და სად მოშორდა მისი გული ღმერთს? Где его сердце удалилось от Господа? ნახეთ, ღმერთმა უთხრა ასე გააკეთე Он сказал, вот так делай, და მან სხვანაირად გააკეთა. а он по-другому сделал. გააკეთა, Сделал, конечно. მაგრამ არა ისე დეტალებში, როგორც უთხრა ღმერთმა. А не так детали, как сказал ему Господь. ანუ როგორც მას აწყობდა, Вот как ему было угодно, როცა აწყობდა когда угодно, და რატომაც აწყობდა. и почему ему было угодно. და ნახეთ რა მოხდა ძვირფასებო. Что произошло? ის ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე. Он не смог пойти. რატომ აკეთებს ადამიანი არა ისე როგორც ავალებენ, ზუსტად კონტექსტში. Почему не делать так, как ему говорят точь-в-точь, კონტექსტში. в контексте? იმიტომ რომ Потому ის თავის თავს ენდობა. человек доверяет себе. ჰალო. რატომ აკეთებს როგორც უნდა? Почему человек делает так, как он хочет? იმედი აქვს რომ მას გამოუვა. У него такая надежда, что у него это все выйдет хорошо. და ეს სამწუხარო შტრიხი მოსეს ცხოვრებაში. Это такой штрих, такой, ну, сожаление такое ამენ. в жизни Моисея. იყოს შენთვის კარგი გაკვეთილი, Для тебя должно быть хорошим уроком, რომ არ უნდა ენდო შენს თავს. что ты не должен доверять самому себе. გესმის? იმიტომ რომ ვერ შეძლებ 1 მილიმეტრიც მოუმატო შენს სიმაღლეს. Ты не можешь даже какой-то вот сантиметр себе добавить. ამენ. ვერ შეძლებ 1 დღე გაიხანგძლივო სიცოცხლის. Ты не сможешь один день продолжить свою жизнь. ჰალელუია. თუ თმები გცვივა შეაკავოთ მა. Ты не сможешь остановить
выпадение своих волос. Если Аминь. падают волосы. ამიტომ რაც უფრო ეცდები, მით უფრო პრობლემაში ჩავარდები. А чем ты больше стараешься вот удержать свои волосы, тем больше проблем. Вот. არ მიენდო რაღაცებს. Не доверяй чему-то. ზოგჯერ ღმერთი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს И иногда Бог принимает какое-то решение, და ადამიანი ეცდება სხვადასხვა ძალისხმევით შეაჩეროს ეს. а человек пытается за всех сил с разных сторон вот это, что Бог определил, остановить. ექიმების მეშვეობით, Через врачей, ვიღაც მრჩევლების მეშვეობით და ასე შემდეგ. через всяких советников там. ამენ. თუ ღმერთმა რაღაც დაკეტა, Если что-то Бог закрыл, მასვე შეუძლია რომ გახსნას. только Он может и открыть. ამენ. Аминь. ნუ ეცდები გახსნა, იმიტომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდები. Не пытайся открыть, потому что ты попадешь в худшую ситуацию, еще хуже. თუ რაღაც გახსნა ღმერთმა, Если Бог что-то открыл, ნუ ეცდები დაკეტო, იმიტომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდები. не пытайся закрыть, потому что еще в другую в плохую ситуацию попадешь. იცის ღმერთმა რა, როგორ და სად გააკეთოს. Бог знает, когда, что и что, как делать. ჰალელუია. ნდობის აშენებას დრო ჭირდება. Чтобы построить доверие, нужно время. ამენ, მაგრამ ის წამებში ინგრევა. Но это за секунду, за минуту можно разрушить. ეგრეა თვითფასება. Это же так, друзья. აი წლებია, კარგი ურთიერთობა, Уже годы хорошие отношения, უცებ აღარ არის ის. и сразу эти вот отношения уже нету. ეცე არ ჭირდება ნდობის დაანგრევას ასევე ბევრი დრო. უცებ შეიძლება А чтобы დაანგრევას. потерять доверие, разрушить, не нужно много времени. Это как-то моментально может произойти. ამიტომ ღმერთი ყოველფეხის ნაბიჯზე გვასწავლის, რომ ვისწავლოთ ეს ნდობა მისგან. И Бог учит нас доверять Ему, доверять Господу. აი, მატარებლით გვირაბში შესულ ხართ ვიფასებო. Вы в поезде заходили, გვირაბში, ვტუნელი. а в туннель вы заезжали? როცა შუქი ქრება და სიბნელეში ხარ. Да когда уже света нет и когда темно. აგრძელებ ნდობას თუ ხტები მატარებლიდან. То ты доверяешь же поезду или хочешь выскочить и выбежать с поезда? ამენ. მე აქცია ყურადღება იმდენ ნდობას ამყარებს სიტყვის შესრულება. Потому что доверие утверждается, когда мы слово исполняем. ხოლო მას ანგრევს, როცა ტეხავავ სიტყვას. И когда ты разрушаешь слово, и доверие тоже рушится. სიცრუე Ложь. ეს არის ბზარი, Ложь это трещина. საიდანაც ნდობა მოჟონავს. Откуда уже вытекает это доверие? ამენ. საიდან მოჟონავს ნდობა? Да откуда вот это доверие, она вытекает? ბზარია ჭურჭელში. Потому что трещина в каком-то сосуде. ამენ. ამიტომ და გაუფრთხილდე амას. ამოავსე თუ იგზნობ რაღაც ბზარს. Если ты чувствуешь какую-то трещину внутри, пожалуйста, обязательно ее რა ავსებს ამ поработай ბზარს? с ней. Вы რა поняли? ავსებს? Да что можно, чем можно заполнить эту трещину? პატიებით. Заполнить. პატიები. Это прощение. ამენ. აპატიე. Прости. ჰალელუია. Амен. აპატიე. Прости. დაივიწყე. Забудь. გააგრძელე. Продолжи. ამენ. კიდე გაიბზარა? Еще трещина. ესე იგი უფრო სიყვარულით უნდა აპატიო. Значит, больше надо с любовью прощаться. ჰალელუია. სანამ მთლიანად არ ამოიფსობა ყველაფერი. А пока полностью эта трещина уже закроется. ღებულობთ რამეს დღეს. Вы что-то получаете сегодня? გინდა ღმერთისთვის სანდო იყო. Ты хочешь, чтобы ты для Бога был доверительным Инда. человеком? Хочешь? მაშინ უნდა გაითვალისწინო ეს ყველაფერი. Ты должен все это обдумать. ჰალელუია. ცილის წამება, Это ჭორი, клевета, სპლეტნი, კრიტიკა, критика, ლანძღვა, всякое ругательство. ზურგს უკან საუბარი. Говорить что-то за спиной. ესმეთ. ეს ძალიან სერიოზული ბზარებია ძვირფასება. Это очень серьезные трещины, და друзья. ეშმაკი ჩაგითრევს თუ შენი გული მოშორდება ღმერთს. И дело тебя в этот капкан поймает, если твое сердце удалится от თუ Господа. შენი გული მოშორდება ღმერთს. Если твое сердце от ვერ Господа. დაიცავ თავს, რაც არ უნდა ძლიერი იყო და ბევრი რესურსი გქონდეს. Сколько ты бы не имел ресурса, не был сильно, ты не сможешь себя удержать. ამენ. ასეთ ადამიანს აღარ უსმინო. И такого человека не слушай. უთხარი, შენ მიდი და უთხარი. Скажи, ты сам иди и говори. ან ერთად მივიდეთ და ვუთხრათ. Или вместе пойдем и скажем. ამენ. Аминь. გაითვალისწინე ეს. და არც მოუწონო მას ასეთი საქციელი. Да, не говори, что он правильно поступает там, что тебе нравится его поступок. მოდით ნახოთ რომაელთა პირველი თავის ორი მუხლი ძვირფასება. Римлянам 1:31-32. უგუნურნი, ვერაგნი და არასანდონი. Они неверные.
მაგრამ მე აღნიშნული მაქვს თავარი სიტყვა არასანდონი. Да, это вот вероломные, но главные, вот я подчеркну слово, неверные, которые нельзя доверять, არასანდო. недоверительные. ამენ. ბოლო დროს იქნება ესეთი ხალხი, რომელიც არასანდო იქნება. И в последнее время будут такие люди. და იციანო მათ ღმერთის სამართალი. Они знают вот дела и праведность თუ Божия. რა ელოდება მათ. Они знают, что это их ждет. მაგრამ არა მარტო აკეთებენ და იმეორებენ, Они не только делают и повторяют все эти არამედ ошибки. გამკეთებლებსაც უწონებენ. Они даже те, кто делает, они их приветствуют. ამენ. უწონებენ, Ну, მოსწონ. да, им нравится вот. არ მოიწონო ესეთი საქციელი. Вот то, что вот неправильно, ты не должен тому, что тебе нравится неправильное. ამენ. არ მოუწონო არავის ესეთი არასწორი საქციელი. Вот неправильное поведение тебе не должно нравиться. ჰალელუია, იმიტომ შენ მოგცემს მზარს. Потому что это тебе даст трещину. ჰალელუია. და ღმერთი აღარ მოგენდობა მაშინ. И тогда Бог тебе уже не будет доверять. კიდე ღმერთი მოგენდო სულ. Ты хочешь, чтобы Бог тебе всегда доверял? არ მოუწონო არასწორი საუბარი არავის. Да, вот неправильные речи ты не должен, там, чтобы тебе нравилось, там, внутри это сердце. ამიტომ რომ იცი თითქოს და სასიამოვნოა ვინმეზე თუ ცოტათი გაბრაზი და ვიღაც რაღაცას გეუბნება მასზე. Если ты на кого-то обиделся, и что-то через тебя об этом человеке говорит такое отрицательное. Чуть-чуть თითქოს სიამოვნებს ეს, ну, აი რო კოღო რო გიკმეს და უნდა მოიფხანო ისეა. Это похоже на то, что когда тебя вот комарик ужалит, и тебе так хочется почесаться. Тут как тебе нравится, что слушать критику того человека, который тебя... კოღოს ნაკბენი ხომ უნდა მოიფხანო. Ну, когда тебе вот комар укусит, ты тоже так вот, ну, почесать, это. მაგრამ წესით უნდა განიკურნო მოფხანა უარესია. Но вообще ты должен исцелиться, потому что ты будешь чесать, слушай еще раз. რეაქცია ყურადღება არის მინო. Не слушай. ამიტომ შენ დაგაზიანებს. Потому что это ущерб даст тебе. Yes, Тебе ma'am. принесет. და ამ ყველაფრის თავი და თავი რაც ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას და ბზარებს. И вот что касается доверия и трещин. ამენ. ეს არის ენა ძვირფასებო. Самое главное это язык. ჰალელუია. ჩვენ წინა მსახურებაზეც ვილაპარაკეთ ენაზე. Мы говорили на предыдущем воскресенье о языке. ჯოჯოხეთში აქვს ფესვი მას. У него корень у языка самое преисподнее. в аду. ამენ. და ზემოთ უნდა დააბა ლაგამი ამოსდო. И сверху ты должен его удержать. ნახეთ, ესეთი გამოთქმა, იცით ალბათ ყველა. Есть такое украшение, вы, наверное, знаете. ნდობით აღჭურვილი ფეხი. И, допустим, вот доверительная нога, да? Нет. Нет? ნდობით აღჭურვილი ცხვირი. Или доверительный нос. არა, ნდობით აღჭურვილი პირია. Доверительное вот лицо. Амен. Рот, ну, да. ამენ. ენა. Да, язык. ნდობით აღჭურვილი ენა. То есть доверительный язык. ამენ. ეს არის მნიშვნელოვანი. Это очень важно. და უნდა გაითვალისწინო ყოველთვის. И ты должен всегда это вспоминать всегда. ამენ. არენდო ესეთ პიროვნებებს. Не доверяй таким людям. რატო იცი? Знаете почему? თუ სხვაზე შენ გელაპარაკება, Если этот человек тебе говорит о другом человеке при тебе, შენზე უკვე მას ნათქვამი აქვს სხვას. не бойся, он о тебе уже говорил. ამენ. Он о тебе თუ уже... ადამიანი მოდის და სხვაზე გელაპარაკება, Если человек приходит и о ком-то другом тебе сплетничает, да, сплетничает. ეს არის говорит. ძალიან სერიოზული კანდიდატი იმის, რომ მოვა დრო და შენზეც ეტყვის უარესებს. Он хороший кандидат того, что через какое-то время он о тебе еще хуже скажет. რის გამოუწდია ეს? Да кто это, ну, переживал за свои... თუ არა მგონია, ხო აუცილებლად გამოუწდია. Если еще ты это не испытывал, обязательно ამიტომ თუ испытай. гинდა რომ შენზე არ ელაპარაკო, Если хочешь, чтобы о тебе не говорили, არა მხოლოდ შენ არ ელაპარაკო სხვაზე, ზურგს უკან, не только чтобы ты говорил за чьей-то спиной, არ უსმინო. никогда не слушай არ მოიწონო. сплетников, что тебе ამიტომ ყოველი нравится. დაფარული გაცხადდება. Потому что все тайное იგავის 26-ე თავი. Притча 26 глава. ნახეთ 22 მუხლი რას ამბობს. ნუგბარივით გემრიელია ჭორიკანას სიტყვები, შიგნეულობამდე აღწევს. И как сладкие вот слова сплетника, Амен. они достигают внутренности. ო, სიამოვნებს რა. И тебе очень нравится. Прям. 25 И 25. ნუ ენდობი მას. Не доверяй им. როცა ხმას ინაზებს, Так когда они свой голос делают нежно, ისე გემრიელად გეტყვის, დაგბურძგლავს. а то прям как сказать, прям дрожь пойдет. Амен. Так будет приятно. უხეშად არ გეტყვის, რომ არ შეშინდე. Он так тебе грубо не скажет, что ты испугался. გველი ხო ასე არ მოდის, ბუმ! ჭექაკუხელი. Вот змея так же идет, как гром и молния. ის მოსლიანებს ჭუმად.
эта змея так нежно, да, Эс- вот скользит, так скользит. ფაქიზად მოგისრიალდება რო იჭორიკნოს. Да, а этот человек так тихо тебе попадет, чтобы вспять не сказать. ხმას ინაზებს, მაგრამ 7 სისაძაგლია მის გულში. У него такой нежный голос, но 7 коварство его сердце. და ნახეთ რა წერია 26 მუხში. А дальше что стих говорит? კრებულში გამოჩნდება ბოლოს ეს ყველაფერი არ დაემალება. И все это в один прекрасный день в собрании откроется. შეიძლება ეს ეკლესიაში არ მოხდა, სამწუხაროდ ეკლესიაში ხდება რაღაცეები. К сожалению, в церкви тоже кое-что происходит. მაგრამ ეს შეიძლება ეკლესიაში არ მოხდეს Может, эта церковь не откроется, не произойдет. და სადღაც სხვაგან, ნაფარულში. Или где-то там, в тайне. ამენ, მაგრამ კრებულში გამოჩნდება ამ ბოლოს. Написано, что это откроется перед народным собранием. ამენ, ამიტომ ყველაფერი უნდა შეამოწმო და გამოსცადო. Ты должен все это испытывать. ამენ. აი, ნახეთ, მაგალითად ქშია ძალიან. Ну, представь себе, ты очень голоден. რა გაგაძღობს? Что тебя напитает? აი რო გითხრას ადამიანმა მომბრძანდი უნდა გაჭამო Тебе сказать, приходи, дорогой, я тебя накормлю. და გააღებს სამზარეულოს Открой кухню, და გაწყობილია კარგი სუფრა. такой хороший стол, все накрыто. და ის გეტყვის И он скажет тебе, დასუნე, просто понюхай все. Да? დასუნე, Ну как это? პანიუხай. Понюхай. ამენ. ჰალელუია. გაგაძღებს? Это тебе напитать, что... ან შეხედე და დატკბი თვალები. Или просто насладись глазами, какой хороший стол. არა, შენ რა გინდა? Что ты ო, хочешь? გაიღვიძა ეკლესია. Уже церковь проснулась. მარხვაში ვინ არის დღეს? Кто себя постол? ჰალელუია. ოჩახ, მოუმატეთ მარხვას. Да молодцы, вы уже. ნახეთ, შენ უნდა გასინჯო ის. Главное, ты должен вкусить. ამენ, Попробуй. იგემო უნდა. Ты должен вкусить пищу. აი ეს არის მთავარი. Это самое главное. ასევე უნდა გამოსცადო ყველაფერი. И ты также должен все кушать, испытывать все. ამენ ძვირფასებო. აი, შაქარი და მარილი ერთადერთად გამოიყურება, ნახოთ ესა. Посмотри, что соль и сахар, они выглядят одинаково. ამენ. სანამ არ გასინჯავ, შეიძლება ნუ შეხედო თეთრია, ან შაქარი ან მარილი. Ты можешь сказать, пока ты не вкусишь, ты не поймешь, это соль или сахар, потому что они одинаково визуально. ამენ. ყველაფერი მოწმდება არა სიტყვით, არამედ ქმედებებით, საქციელით. Это все выражается, испытывается не словами, а делами, поступками. ჰალელუია. ნდობა სიბნელეში, პრობლემებში გაგინათებს. И доверие в темноте тебе просветит, будет как ამენ. свет для და тебя. მორჩილებაში გაგიადვილებს. И тебе будет легко уже быть покорным. Amen. послушным. ქებაუფალს. Хвала Господу. ნდობა დამხმარია შენი და გიადვილებს საქმეს. Это доверие, это твой помощник, тебе легко делать дела. ანუ ნახოთ შემდეგი ძალიან კარგი ციტატაა ძვირფასებო. Очень хорошая цитата, давайте посмотрим. ჩარლს სტერლის. Чарльз Стэнли. თუ შენ ხარ კონცენტრირებული მდგომარეობაზე, ან შენს თავზე, მაშინ ან შენს რესურსებზე და ძალაზე ვერ შეძლებ ენდო ღმერთს. Если вы сосредоточены на обстоятельствах, на самих себя, на своих ресурсах и силах, вы не сможете доверять Богу. გესმით? ამიტომ ძვირფასებო. მსახური Да, служитель, უნდა იყოს სანდო. он должен быть доверительным. თუ სანდო არ არის, მაშინ ისი მსახურია? Если он не доверительный, то ну какой он слуга тогда? მაშინ ხვდებით ხო ვისი მსახურიც არის? Тогда мы понимаем, чей он слуга. ნახეთ რა ფანტასტიკური მუხლი აქვს 50 თავში ესაიას. Какой фантастический стих Исаия 10 глава. ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? Кто между вами боится Господа и слышит голос слуги его, ემორჩილება. послушай голосу Amen. слуги. ღმერთმა მსახური დაგვიყვანა რომ მის ხმას უსმენოთ ძვირფასებო. И Бог положил нам слух, чтобы мы слушали их голоса. ამენ. თუ უსმენ შენი მსახურის ხმას, Если ты слышишь голос своего служителя, ესე იგი ღმერთს უსმენ. если ты слышишь Бога, ამენ. ნუ რა თქმა უნდა ის თუ არ გეუბნება გადახტი სადღაც. если ты не говоришь, что куда где-то выпроситься, что-то, ну не რაც ბიბლიურია იმას гулისხმობ. Я говорю о том, что библейское, говорит тебе რაც правду. წერია ღმერთის სიტყვაში, Все, что написано в Слове Божьем. ესეთ მსახურს უნდა უსმინო. Ты то слушай такого служителя. შეგიძლია სიბნელეში იარო Ты можешь ходить в темноте, სინათლის გარეშე. без света. შეგიძლია Можешь? ვინ დადის მნელში усინათლოდ? Кто ходит в темноте, без света? მიენდოს უფლის სახელს Пускай он доверится имени და Господа. თავის ღმერთს დაერდნოს. Пускай положится
მიენდოს უფლის სახელს. Пускай полагается на имя Господня. მიენდე უფლის სახელს Доверяй имени და Господа. დაეყრდენი. Уберись, облаготись на Господа. იცი დასაყრდენი რა არის? Что такое опора, да? აი ეყრდნობი და იცი რომ ის არ წაიქცევა და შენ არ დაეცემი. Вот ты знаешь, что ты так полагаешься, знаешь, что это крепко, и ты не упадет. ამენ. ეს რომ დაეცეს, ესე იგი არ არის საიმედო. Да, если Сандо. если сейчас кафедра упадет, значит, она ненадежная. Она ამიტომ იფიქრე амазе. И потому... სანდო ხდები, როდესაც ემორჩილები და ენდობი შენს ლიდერს. Ты становишься доверителем тогда, когда ты доверяешь и да, слушаешь своего лидера. ამენ. იცი პავლეს არ ენდობოდნენ. პავლეს. Да, Павлу не доверяли. როდესაც ის გემზე იყო და გემი ზვირთებით იმსხვრეოდა. Когда Павел был на корабле, и там был шторм был, волны были. გესმით? ისინი უფრო კაპიტანს ენდობოდნენ. И написано, что они доверяли больше словам капитана. მაგრამ პავლე მაინც აგრძელებდა ღმერთის ნდობას. А Павел продолжал доверять Господу. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი უფრო და უფრო უარესდებოდა. Но погода хуже и хуже становилась. შეიძლება უფრო და უფრო უარესი მოხდეს შენ ცხოვრებაში რაღაც. Может, еще хуже и хуже что-то будет, какие-то случаи в твоей жизни. შეიძლება რაღაც უფრო არასასიამოვნო რაღაცები ისმინო. Может, что-то такое неприятное ты услышишь. მაინც უნდა გააგრძელო ნდობა ღმერთზე. В любом случае, ты должен доверять Господу, продолжать Богу доверять. ამენ ძვირფასება, იმიტომ არსებობს ტანჯვა. Потому что есть страдания. ამენ, არის ტანჯვა. Есть страдания. რომელიც ეშმაკისგან არის, Есть страдания, которые от дьявола. არის ტანჯვა ადამიანური Есть такая человеческие страдания. და არის ტანჯვა ღმერთისგან ძვირფასება. А есть такие страдания от Господа. ყურისთვის არ არის სასიამოვნო, Да для ушей это неприятно слышать. ტანჯვა არ მოწონს ადამიანს, Человек не любит страдания. მაგრამ არის უფლისგანაც ტანჯვა. Есть также страдания от Господа. გესმით? იმიტომ უფლის სიტყვა გვეუბნება ამას. Потому что Божье Слово об этом говорит. ჩვენი ცხოვრება უნდა გვკარნახობდეს ამას. И наша жизнь тоже должна нам это диктовать. მაგალითებით უნდა ვიყოთ დარწმუნებული ამაში. Да мы должны увериться во многих этих примерах, что так это. კომპრომისების და შენი ხალხის ნებით არ იტანჯო. Ты не должен страдать от людских разговоров и от своих компромиссов. ამენ. ღმერთის ნებით შესაძლებელია. Но по Божьей воле еще можно и нужно страдать. ამიტომ რომ ეს სასიკეთოდ თავდება ყოველთვის Потому что ბოლოს. да, Божье страдание всегда хорошо заканчивается. 1 პეტრეს 4:19. 1 Петра 4:19. ამიტომ ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, Вы, которые страдаете по воле Божией, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, вы, которые страдаете по воле Божией, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა. вы, которые страдаете по воле Божией. ესმეთ, ესე იგი ტანჯვა ღმერთის ნებაში შედის. Значит, страдание тоже входит в волю Божью. ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავების სიკეთის ქნით. Вы передали себя Богу, вы передаете Богу, делая добрые дела. მიანდონ ღმერთს თავისი თავი. Да, и люди, которые доверяют Ему, они должны доверить себя Богу. ამენ делать ვის добрые ღმერთის дела. ნებით იტანჯება. Те, кто по воле Божией страдают, ღმერთს მაინც უნდა მიანდონ თავისი თავი. в любом случае они должны доверить себе Богу. ციფროსებო ბევრი იტანჯება დღეს. Сегодня очень многие люди страдают. და ზოგჯერ ღმერთს უნდა რომ ნდობა გვასწავლოს. И в этом случае Бог иногда часто хочет, чтобы мы доверились Ему. ამიტომ ის მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. Всего Бог делает то, что Он хочет. და სანამ შეხვალ ტანჯვაში, И прежде чем ты войдешь в эти страдания, მანამდე ისწავლე დამორჩილება до этого научись доверять Богу, слушать Бога. და იყავი მადლიერი ყველაფრისთვის. И самое главное, за все благодари, будь ამენ, благодарен. იმიტომ რომ გულის სისავსისგან Потому что от избытка сердца, რა შვება? что делается? ის ენა მეტყველებს. Говорят, მარტინ ლუთერს აქვს კარგი გამონათლება. Мартин Лютер очень хорошо говорит. ის რასაც ეჭიდება და ენდობა შენი გული, Да за то, что чему доверяете, и за то, что держится твое сердце, ციფრიაეცა. цепляется. ის არის შენი ნამდვილი ღმერთი. Это и есть твой настоящий Бога. რასაც ეჭიდება შენი გული, Вот на что цепляется твое сердце, за что რასაც ენდობა შენი გული. и на что оно полагается, чему доверяешь. ჩაიხედე შენს გულში, რას ენდობა შენი гули. Посмотри внутрь себя, вот на что ты цепляешься и чему ты доверяешь. რას ენდობა შენი გული? Чему ты доверяешь? Полагаешься на что?
რას ენდობა შენი გული? Да чему доверяет твое сердце? ეს არის შენი ღმერთი. Это и есть твой Бог. ის თუ იესოა ძალიან კარგია. Если это Иисус, это очень хорошо. გესმის? ჰალელუია. Аллилуйя. ეს ღმერთი უნდა იყოს. Этим должен быть Бог. სხვა არავინ და არაფერი. Никто и ничто другое. რას ენდობა შენი გული? Чему доверяет твое сердце? რას ენდობა შენი ფიქრები? Твои мысли чему доверяют? შენი გზნობები რას ენდობა? Твои чувства. ჰალელუია. არის ეს ღმერთი Это есть Бог. თუ რაღაც. Или что-то другое. ამიტომ ყველაფრის პასუხი ღმერთს აქვს ვიფასებ. Потому что на все ответу есть у Бога. შენ არ გაქვს პასუხი. А у тебя нет ответа. ნუ ეცდები რაღაც პასუხები მოიძიო. Не старайся, да? Но ты не должен стараться искать везде эти вопросы. პასუხი ღმერთს აქვს. За ответы на все. დღეს У Бога есть ответ. შენი მოვალეობა А сегодня твое это обязанность რომ твоя. იყოს სანდო და ენდო ღმერთის სიტყვას. Просто доверять Богу и быть доверительным человеком для Бога. პატიოსნება ნდობას აძლიერებს. Порядочность, она укрепляет доверие. ამენ. მოდით ნახოთ შემდეგი ციტატა. Еще одну цитату посмотрим. რობერტ ბოში იყო ესეთი, ბიზნესმენ ძალიან ცნობილი. Это был один бизнесмен, Роберт Бош. ნახეთ ის რას ამბობს. И что говорит Бош? ყოველთვის ცხოვრობდი პრინციპით, Я всегда жил таким принципом. რომ ნდობის დაკარგვას Потерять доверие, ჯობს ფული დავკარგო. лучше потерять деньги. ჩემი ситყვის პატიოსნება, И порядочность моих слов, честность. да, честность моих слов, და ჩემი პროდუქციის ხარისხი и качество моей продукции ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. для меня была всегда очень важна. ვიდრე Чем ხანმოკლე მოგება. очень короткая прибыль. Такая Аминь. Аминь. ჩემთვის თავარია პატიოსნება, Для меня очень честность и порядочность очень ვიდრე მოგება და важнее. ფული. Зачем вы там деньги там какое-то временное взять ეს какое-то. ამიტომ ის გახდა ძალიან წარმატებული პიროვნებას ვიფასებ. Он был очень таким известным бизнесменом. და ტექნიკა ბოშის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დღეს თუ ყველაზე საუკეთესო არა. Наверное, продукция техника Бош одна из самых лучших, самых ведущих Аминь. в мире. ამიტომ რომ ეს კაცი სწორად მართავდა თავის საქმიანობას. Потому что человек правильно управлял своей вот этой компанией, своим бизнесом. ჰალელუია, ქებაუფალს. ღმერთი დიდებულია. Да, Бог он великий. მე მინდა შემდეგი ვნახოთ ვიფასებო. Еще другой посмотрим. ნახეთ ღმერთმა თუ შექმნა ბოქლომი აუცილებლად გასაღებიც აქვს მას. Да, если Бог создал замок, обязательно будет ключ, создан ключ ამენ. для замка. თუ ღმერთმა შენ მოგცა პრობლემები, Если Бог дал тебе проблемы, აუცილებლად მოგცემს გადაწყვეტილებას. Он даст тебе решение, да? ამენ. Ну, ты сможешь решить проблему. თუ ღმერთმა მოგცა პრობლემა, Если Бог дал тебе проблему, თუ ხარ მისი ნების ტანჯვაში, то есть если ты страдаешь по воле Божией, აუცილებლად აქვს გასაღები ამას. у этого обязательно есть ключи. ეს არ დაგღუბავს. Ответ, это тебя не погубит. ამენ. Аминь. შენ მოგცემს უფალი გამოსავალს აუცილებლად. Бог даст тебе обязательно выход. ჰალელუია. არ უღალატო. არ უღალატო. не предавай. Да, не предавай. ამენ, არავის არ უღალატო. Никого не предавай. იმიტომ შენ გენდობია. Потому что тебе доверяют. ამენ. უთხარი შენს გვერდით ვინც ის, შენ გენდობია. Да скажи рядом, что тебе доверяют. ამიტომ არ უღალატო არავის. И, пожалуйста, никого не предавай. უთხარი რამოდენიმე შენ გენდობია და არავის Скажи არ უღალატო. многим, что тебе доверяют, не Аминь. предавай. ჰალელუია. ღმერთი გენდობა. Да Бог доверяет ამიტომ тебе. მიენდე ღმერთს. И потому доверяй. იგავი მესამე თავი. Притча 3 глава. მეხუთე მუხლი ნახეთ რას ამბობს. 5 стих. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. Все сердце доверяй Господу и не полагайся на разум твой. შენ გონებას არ დაეყრდნო. На свой разум не полагайся. არ ენდო შენს გონებას. Не полагайся на свой разум. შენს ღმერთს მიენდე გულით. Но Богу сердце доверяй. 29 მუხლი. 29. ნუ განიზრახავ ბოროტებას შენი მოყვასისთვის. Да не думай о плохом, с ближним, о твоем ближнем. როცა დანდობილად ცხოვრობს იგი შენს გვერდში. Когда он живет рядом с тобой, не помышляй зло. ამენ. როცა გენდობა შენი ახლობელი. Когда человек тебе доверяет, и ты не должен о нем коварно Аминь. думать, там, что-то замышлять плохое. ჰალელუია. რადგანაც მზაკვარნი საძაგელნი არიან უფლისთვის. Потому что коварные люди очень неприятны в очах Господа. ფელებთან კი ახლობლობს ღმერთი. А с искренними у него общение. და ზოგი თარგმანი Близко ამბობს, написано. ფელებს ენდობა ღმერთი. А написано,
что искренне он доверяет, он с ним, он близко с ним. ამენ ძვირფასებო. მოდით ნახოთ სვით ვიგზვორტი რას გვეუბნება. Что будет свет один сказать. ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანი იქნება შენით უკმაყოფილო. Но будут такие люди, которые в твоей жизни будут недовольны, გაგაღიზიანებთ, они тебя будут раздражать, უპატივცემულოდ მოგეპყრობათ. они будут тебя непочтенно к тебе относиться. არის ესეთი ადამიანები შენ ცხოვრებაში. Есть такие люди в твоей жизни. შენ ხომ არ ხარ ასეთი სხვისთვის. А может ты тоже такой к другим. თუ სანდო არ ხარ, მაშინ ხარ გამღიზიანებელი. Да если ты не доверительный, то ты тоже будешь вот раздражительный. ამიტომ უფრო მაგარი сандо უნდა გახდე. Ты должен быть больше და доверять. ნახე, მიანდეთ ღმერთს ეს ადამიანები. Аллилуйя. Доверь таких людей Богу. ამენ თუ ვინმეს ძულ ხარ და არ მოწონხარ, ღმერთს მიანდე, შენ არ გამოიტანო ვერდიქტი. Если ты кто-то тебя ненавидит, доверь этих людей Богу. და ღმერთმა მიხედოს მათ საქმეებს. И пускай Бог смотрит за их делами. თორემ ზიზღი გშთან თქავს შენაც. Потому что ნენავიсть. ненависть тебя она поглотит. Amen. Ненависть. ამიტომ არის ვინმე ისეთი ღმერთს მიუძღველი. Есть такие მიანდე ღმერთს მისი საქმე. всю эту ситуацию Богу отдай. ჰალელუია. Богу და доверь. ღმერთი მიხედავს. И Бог посмотрит. Аминь. იხსნის ღმერთი და გადაარჩენს. Да, Бог это всё სამაგიერო არ გადაუხადო. не воздавай злом на зло. 37 ფსალმონი. 37-й псалом. ნახეთ რას ამბობს მესამე მუხლი. მიანდე უფალს. Доверяйся Богу. თქვენ კეთილი. Уповай на Бога и делай добро. მიანდე უფალს. Доверяй Богу. თქვენ კეთილი. Совершай добро. დამკვიდრდი ქვეყანაზე. И обитай на земле. ამენ. Наследуй землю. არ იხტულო აქ არ მომწონს იქ წავალ იქ არა აქა. დამკვიდრ თესვი ჩაუშვი. И не прыгай, что здесь, то там. Просто пусти корни. რომ მაღლა ნაყოფი გამოიღო. Обоснуйся на земле. შეინარჩუნე ერთგულება. Сохрани верность. ამენ. სადაც ხარ ერთგული იყავი. Там, где ты есть, на том месте. სადაც ხარ ერთგული იყავი. Там, где ты есть, Amen. будь верным. ღმერთს მიანდე შენი გზასავალი. Богу доверь твой путь, და твою жизнь. მიანდე მას. Доверяй Ему. და ის აღასრულებს ყველაფერს შენ ცხოვრებაში. И Он исполнит всю твою жизнь, исполнит. გესმე ძვირფასა. Аминь, понимаете? ღმერთის ნდობას ვერავინ ვერ გამოგაცლის ხელიდან. И доверие Богу никто не может забрать с твоей руки, украсть у тебя. ცეცხლიც ვერ დაწვავს. Даже огонь не может сжечь вот это შენს доверие Богу. შენს ნდობას ღმერთთან. ამენ. Когда იმიტომ ты Богу ღმერთს доверяешь, უნდა რომ ჩვენ რწმენა გვასწავლოს ძვირფასებო. Бог хочет нас научить вере. და რწმენას აქვს ორი განსაკუთრებული ფრთა, И у веры есть два особых крыла. რომლის გარეშეც რწმენა არ არის და მკვდარია. Без чего эта вера мертвая, вообще не вера это. პირველი, И первое ეს крыло არის საქმეები. – это дела. ამენ. საქმეების გარეშე რწმენა არის მკვდარი. Без дел вера мертва. ეგრეა. Это же так. და მეორე ფრთა ძვირფასებო. А второе крыло, რწმენის, რომის ცოცხალი იყოს და მოქმედი. что вера была живая и действенная. ეს არის ნდობა. Это доверие. ამენ. Аминь, аминь. ეს არის ნდობა. Это доверие. არა მხოლოდ უნდა ირწმუნო, Ты только должен уверовать. უნდა ენდო ღმერთს. Ты должен довериться. და ამის მაგარი მაგალითია ეს სამი ძმაკაცი ცეცხლში რო წავიდა. Очень хорошо говорят эти три парня, которые Amen. пошли в огонь. ჰალელუია. Три друга. ძვირფასებო, მათ წამდათ ღმერთის. Они верили в Бога. ამენ. Аминь. მაგრამ ამ წვენას სჭირდებოდა გამოცდა. И в этой вере нужен был экзамен, проверка. საქმეები, Через дела. აჩვენეს საქმეები. И они показали эти дела. მაგრამ ნდობა რო არ ქონოდნენ ღმერთის, Если бы они не имели доверия к Богу, მაშინ ეს წვენა გამოჟონობდა. тогда бы эта вера, она уже бы вот посеклась, как трещина была. მოდით ნახოთ დანიელის საოცარი სიტყვები. Мы откроем чудесные слова Даниила. 6:23. 6:23. მეფემ ფრიად გაიხარა და ბრძანა ხაროდან ამოიყვანა დანიელი. Царь возвратился и сказал: поднимите сарва Даниила. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარ ზიანი არ აღმოაჩნდა. И подняли Даниила, и не было никакого ущерба, не было ничего. რადგან? Потому что თავის ღმერთს ენდობოდა. он доверял своему თავის Богу. ღმერთს ენდობოდა. ამენ. ხება ჩვენს უფალს ვიფასებო. რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში? Почему что-то произошло? არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ? Не важно, где ты. თუ შემოტრიალდები მისკენ, Если ты окрылёшься от Господа, ღმერთი ამოგიყვანს. Бог სასწაულებრივად. чудеса. თავად მეფე ჩაერთვება შენს Даже განთავისუფლებაში. царь включится, чтобы тебя ამენ. освободить, რომ შენ იყო თავისუფალი. чтобы ты был свободен. ხება და დიდება ჩვენს Слава ღმერთს нашему ვიფასებო. Господу. ამიტომ მე მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება.
Хочу, чтобы обратили внимание. პავლე მოციქული ამბობს, რომ მორწმუნეს მისი სახელით მოწოდებულს ყველაფერი სასიკეთოდ Он ეწევა. сказал, что верующий во имя Его все содействует ко благу. როგორ გეწევა სასიკეთოდ ყველაფერი? Как все это может быть ко благу? თუ ნდობას გააძლიერებ შენ ცხოვრებაში. Если в своей жизни вот это доверие ты увеличишь. როგორ? Как? ბიბლიას ენდე, Доверяй Библии, ღმერთს ენდე, Богу доверяй, იესოს ენდე, Иисусу ეკლესიას доверяй, ენდე. церкви доверяй. ამენ, იმიტომ რომ კითხვა არაფერია. Да просто чтение ничего. ეკლესიაში მოსვლაც არაფერია. Просто прийти в церковь тоже მეათედის ничего. მიცემაც არაფერია. Десятину дать тоже ничего. სიყვარულიც არაფერია ძვირფასნა. И даже любовь ничего. თუ ნდობა არ გაგაჩნია. Если ты не имеешь доверия. 118:91. 118, 81, 119. სული ჩემი გაელია შენ მიერი ხსნის მოლოდინში, მაგრამ მაინც შენ სიტყვას ვენდობი. Да моя вот душа и истомилась в твоем ожидании, но все-таки на слово твое я тебе доверяю. ამენ Я ძვირფასები. доверяю слову твоему. მე მაინც ვენდობი შენ სიტყვას. Я в любом случае доверяю твоему არ слову. ხდება ისე როგორც მე მინდა? И происходит так, как я хочу. რაღაც დავგეგმე და ისე არ მოხდა? Я что-то запланировал, но не получилось. Не მაინც получилось. შენ სიტყვას ვენდობი. Все равно я доверяю твоему слову. მოდი თქვი, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა ამ წუთში. Что бы ни происходило сейчас, в эту секунду, в эту минуту, მე შენ ситуას ვენდობი. я доверяю твоему слову, მე Господь. შენ ситуას ვენდობი. Я доверяю твоему слову. მე შენ ситуас ვენდობი. Я доверяю слову твоему. ეს უნდა ღმერთს დღეს ჩვენს Бог გაძვირდეს. хочет сегодня от нас этого. Amen. Амен, амен. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ თქვა აღარ გენდობი, რატო ხდება ესე? Может такое что произойти, что ты скажешь, я тебе уже не доверяю, почему это все происходит? იმიტომ რომ უფრო ძლიერად ენდო ღმერთს. Бог хочет, чтобы ты еще больше прицепился и доверял Богу. ჰალელუია. ძვირფასებო, ნდობა არის ოჯახის მყარი ქვაკუთხედი. И доверие это такое краеугольный камень в семье, такое основание крепкое. რომ ნდობა იყოს ოჯახში. შვილები უნდა ხედავდნენ ნდობას მშობლების და თლიანად ოჯახი უნდა იყოს ნდობის ეკვივალენტი. И вообще, чтобы семья была крепкая. Вот дети должны видеть доверие вот, родителей. И должна быть это эквивалент ასწავლე доверия в семье. ნდობა შვილებს. Научи детей доверию. ამენ, იმიტომ რომ ცხოვრებისეული პრობლემების მიწისძვრება რამე ვერ უქნას ამ ოჯახის, ესე ვთქვათ, კედლებს. Да чтоб штормы этого мира ничего не сделали в этой семье, которая есть сильное доверие. პავლე მოციქული ამბობს, რომ სანდო ადამიანებს, რაც მე გასწავლე შენ, გაუზიარე რომ მათაც მისცენ კიდე მომავალ თაობას. И Павел говорит, то, что я научил тебе, говори это верным людям, чтобы они тоже других могли научить. და იმახსოვრე სიძნელეები გაძლიერებს. Знай, что трудные времена делают тебя сильным. ამენ. სიძნელეები თუ არის შენ ცხოვრებაში, შენს გასაძლიერებლად არის და იყავი მადლიერი. Если трудные времена в твоей жизни, это для того, чтобы ты стал сильнее. Будь благодарный за эти трудности. როდესაც შენ პრობლემებში განადიდებ ღმერთს და მაინც ენდობი, Когда ты в проблемах, несмотря на что, и Богу доверяешь все равно, ეს პატივს მიაგებს მამას. это вот честь для отца, это ამენ. почтение კიდე отца. ღმერთს პატივის ცე. Ты хочешь вот почесть отца, почтить отца. კიდე Хочешь почтить отца. პრობლემებში მაინც მიენდე მას. В проблеме все равно доверяй Господу. ქება ჩვენს უფალს, მოდით ნელა წავიდეთ დასასრულისკენ Давайте ძვირფასი. будем заканчивать. ამენ. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ყველაზე ღირსეული ნდობა, А самое такое ღირსეული. достойное доверие. იცით როდის ხდება? Знаете, когда это происходит? სიძნელის დროს. Во время трудностей. მაგრამ ყველაზე ღირსეული ისა უღირსი ღალატი. И самое такое вот, ну, неверность. უღირსი, недостойный. Да, такое вот недостойная неверность. ეს когда ხდება происходит. მაშინ, როდესაც ნდობა არის. Это так, когда вот кто-то тебе доверяет, а ты ему как бы это... თვითფასებო ნდობა ისეთი რამ არის, რომ ადამიანებს უნდათ, რომ მათ გვერდით იყოს სანდო ხალხი. Вообще, доверие это особое. Все хотят, чтобы рядом с ним были такие, ну, кому можно было доверить. такие ამენ. люди. და ეს ბუნებრივია და კარგია, იმიტომ რომ შენს გვერდით გინდა და უნდა იყოს შენს გვერდით სანდო Это ადამიანები. нормально. Ты должен иметь рядом с собой таких თუ რამე საქმეს აკეთებ, Когда какие-то дела делаешь. ბიზნეს აკეთებ, Или бизнес. რა თქმა უნდა, ქურც არა იყვან, სანდო ადამიანს მოძებნე. Вот залог не призываешь, хороший, добрый. ეგრეა. Который можно და თუ доверять. ვინმე სანდო არ არის, ნუ შეიძლება ისე ადვილად ამოგივარდეს, ნუ გაკიცხვა კრიტიკა მისი. А когда человек, вот, ты ему не доверяешь, да его критика даже на тебя не будет влиять так сильно. თუ ვინმე გიღალატა, შეიძლება ადვილად გააკრიტიკო. Да, и если кто-то тебе вот изменит, ты его очень легко будешь критиковать. აი, იმიტომ რომ სანდო არ აღმოჩნდა. Потому что он не остался верным.
ან შეიძლება შენ სანდო იმიტომ ხარ, Или потому ты верен. რომ ვიღაც გჭირდება, რაღაც გჭირდება. Может, что тебе нужно, или ситуация ო, нужна. სანამ მე რაღაც ჩემს საქმეს არ ავასრულებ, მოდი ვიქნები სანდო, მოსაწონი. Да пока я в своем не возьму, буду верной, а потом уже как быть. და მე სადღა არის შენი სანდოობა, შენთან ერთად. სად გაქრა? Да, но если ты уже как бы уже не верен, куда уж эта верность? ამიტომ თავარი კითხვა და რითაც დავამთავრო მინდა. И главный вопрос, о чем я хочу закончить. ეძებ სანდოს. Ну, вот что я ეძებ сандოს. Да ты ищешь верных. მაგრამ Но შენ ხარ სანდო? доверить, а такой вопрос, а ты сам, тебе можно доверить? შენ ხარ სანდო? А ты сам верный? დავსვი შენს თავს კითხვა. ვარ მე სანდო დღეს. Себе задай вопрос, я сам верный, мне можно доверять? აი წარმოვიდგინე შენი თავი. Вот представь самого себя. ხო იცნობ კარგად. Ты же знаешь себя хорошо. მან რომ მოგაკითხოს. რომ ამ პიროვნება რომ მოგაკითხოს შენმა თავმა. Да, и если этот человек, ты сам себе вот придешь და გეტყვის. и скажешь самому себе, მენდობი? ты не доверяешь. ენდობი შენს თავს. То есть ты доверяешь самому себе, какой ты человек. ენდობი ხარ სანდო? Ты вообще доверительный человек. ამიტომ ჩემი სიტყვა არის დღეს ვირფასებო. ჩემი სიტყვა Да и мое слово сегодня к вам, რომ გახდე სანდო. чтобы ты стал доверительным человеком, верным. იგავი 26. Притча იგავი 26. 26. ამენ, ნახეთ რას ამბობს. ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, Очень многие показывают себя, что они верные. მაგრამ სანდოკაც ვინ იპოვის? Но верного человека кто найдет? სანდოკაც ვინ იპოვის? Кому можно довериться? ამენ. Довериться. ბევრს მოაქვს თავი, მე სანდო ვარ. Многие говорят, что мне можно доверять Ам. себя. მაგრამ ღმერთი амბობს, Но сам Бог задает вопрос. ღმერთი Сам კითხვას გისვა. Бог задает вопрос. ვინ იპოვის? А вот этого доверительного кто же найдет? იცით რომ ღმერთი ეძებს სანდოს? Знаешь, что Бог ищет верных, იცი ღმერთი რომ სანდოს ეძებს? доверительных людей. ხარ შენ? Ты такой, тебе можно доверять? გახდი сандо. Будь таким, стань таким, რომ ღმერთმა თქვას. что Бог о тебе сказал. მე ვიპოვე სანდო ადამიანი. Я нашел верного человека, кому можно და доверить. ეს არის აი აქ, ქობულეთში. Он здесь, в Кабуле. ეკლესიაში ახლა ისმენს ამ სიტყვას. В церкви он слушает мое слово, сидит здесь. და დებს აღთქმას ჩემთან. И он со мной завет вступает. რომ ღმერთო მაპატიე არასანდოობა, Вот Господь, прости мне все, что я неправильно делала. Ты არასანდოობა მაპატიე это недоверие. და გამხადე სანდო. Ты сделал мне, что мне можно было доверять. იესოს სახელით. Во имя Иисуса. და ყველა სანდომ თქვა, И все люди, которым можно доверять. თქვა, Расскажем. თქვა, Расскажем. ამენ ჩვენს Аминь. უფალს. Нашему Господу. ება უფალს ვიფასებ. მოდი წამოვიდეთ.